მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჩვენი პლანეტის ასაკი დაახლოებით 4,6 მილიარდი წელია და ბოლო პერიოდამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის წინაპარი ავსტრალოპითეკი დედამიწაზე 5 მილიონი წლის წინ გაჩნდა, ხოლო გონიერი ადამიანი მხოლოდ 40-30,000 წლის წინ. თუმცა ცოტა ხნის წინ ეთიოპიაში აღმოჩენილმა ადამიანის წყვის ნაწილმა, რომელიც 3,5-3,3 მილიონი წლით არის დათარიღებული და ჩვენი ყბისგან არაფრით განსხვავდება, მეცნიერები გონიერი ადამიანის გამოჩენის თარიღის გადაწევაზე დააფიქრა. თუმცა აღმოჩენების ფონზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ თარიღზე შეჩერდებიან ისინი, 40,000-ზე, 3 მილიონზე ან თუნდაც 5 მილიონზე, რადგან უკვე საკმარისი არტეფაქტია აღმოჩენილი, რომელთა კვლევის შედეგად დადგენილია, რომ დედამიწაზე გონიერი ადამიანის გამოჩენის თარიღი 5 მილიონ წელზე ბევრად უფრო შორეული წარსულისკენ იწევს. მაგალითად 1786-1788 წლებში ფრანგი მუშები, რომლებიც ქალაქ ექს-ან-პროვანსის მახლობლად ქვის კარიერში მუშაობდნენ, 15 მეტრ სიღრმეზე წინამორბედების მიერ დატოვებულ ხელსაწყოებს პოულობდნენ, რომლებიც თანამედროვე ხელსაწყოებისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა. იქვე ნაპოვნი იყო მონეტები და ხის ფისრებისგან გაკეთებული ფარი, რომელსაც ჩვეულებრივ ქვის კარიერებში ქვების გადასატანად იყენებდნენ. ამაში განსაკუთრებული თითქოს არაფერია, თუ იმასაც არ აღნიშნავ, რომ იმ დროის მანძილზე, რაც ეს ნივთები მიწის ქვეშ იყო, ხის ფარმა ქარვად გადაქცევა მოასწრო, ხის ქარვად გადასაქცევად კი მინიმუმ 25 მილიონი წელია საჭირო. 1934 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ტეხასის შტატში ქვა იპოვეს, რომელშიც განამარხებული ხის ტარიანი ჩაქუჩი იყო. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქანის ასაკი, რომელშიც ჩაქუჩი ნახეს, 140 მილიონი წლის იყო. ანუ იმ პერიოდს ეკუთვნოდა, როდესაც დედამიწაზე დინოზავრები ბატონობდნენ, ხოლო ლითონი, რომლისგანაც ჩაქუჩის თავი იყო დამზადებული, 97% რკინა შეიცავდა. 1844 წელს კი შოტლანდიაში კინგუდის კარიერში აღმოჩენილი იყო ქანი, რომლის ასაკი 360-408 მილიონი წელით განისაზღვრა. რა თქმა უნდა, აქ განსაკუთრებული არაფერია, რომ არა ლურსმანი, რომელიც შიგნით იყო განამარხებული. იგივე 1844 წელს ლონდონის ტაიმსი წერდა, რომ ქვის მომპოვებლებმა 2,5 მეტრ სიღრმეზე ერთ-ერთ ქანში ოქროს ზეწყვი აღმოაჩინეს, ხოლო კვლევის შედეგად ამ ქანის ასაკი 360-320 მილიონი წლით განისაზღვრა. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.